უკანონო დაკავებების, რეპრესიების, ძალადობის, მშვიდობიანი დემონსტრაციების, დარბების და ყველა პროცესს, რომელიც საქართველოში ვითარდება, აკვირდებიან დასავლელი პარტნიორები. ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება ამ შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს. ამბობს, რომ ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმი სასტიკად და თვითნებურად აკავებს ხალხს, მათ შორის ოპოზიციონერ ლიდერებს. ოლიგარქს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაგან მოუწოდებენ ევროპარლამენტარებიც, ისინი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ. თათია წოწონავა გვერდდება ამ თემით, გისმენთ თათია. დავიწყოთ იმ განცხადებებით, რომელიც კეთდება ვაშინგტონიდან. ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ქართულ ოცნებას დამანგრევალ შედეგებს უწინასწარმეტყველებს და უანონსებს. ის წერს, რომ ვაშინგტონში ყველაფერს ძალიან დეტალურად ადევნებენ თვალს თუ რა ხდება თბილისში, მათ შორის გუშინ განვითარებულ მოვლენებს და ჯო უილსონი პირადად ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ ის ვერ გააჩუმებს ქართულ ხალხს, რომელიც იბრძვის ქვეყნის გადარჩენისთვის. ჯო უილსონი არის მეგობარი აქტის და ქართული კოშმარის არაღიარების აქტის თანაინიციატორი და ეს დოკუმენტი არის ორპარტიული შესაბამისად შეჯერებული ორივე პარტიის ლიდერებთან, როგორც კონგრესში, ასევე სენატში და არის მოლოდინი, როგორც თავად ამბობენ თანაინიციატორები, რომ მალე იქნება მიღებული ორივე დოკუმენტი. ასევე ქართული კოშმარის არაღიარების აქტის თანაინიციატორი და მეგობარი აქტის თანაინიციატორი სტივ კოენი, დემოკრატი კონგრესმენი, ავრცელებს განცხადებას, უпростоრად ამერიკის ხმას აძლევს ვრცელ ინტერვიუს იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს საქართველოში და როგორ ხედავს ამას ოფიციალური ვაშინგტონი და სტივ კოენი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ახლა, რომ ქართული მოსახლეობა წაიყვანოს რუსეთისკენ, სადაც მისი გული და ფული არის რეალურად და ეს არის მისი ახლა რეალური მიზანი და შეერთებული შტატების მთავარი ფოკუსიც არის ბიძინა ივანიშვილის გარშემო, რაც დასანქცირებით აისახა ეს ყველაფერი, მისი ფინანსური სანქციებით. თუმცა სტივ კოენი ასევე საუბრობს იმაზე, რომ სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ სხვებზეც გავრცელდეს იგივე ფინანსური სანქციები და ქართული ოცნება უნდა იყოს ყურადღებით ამის შესახებ და დემოკრატი სტივ კოენი ამბობს, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად მათ აქვს მიმტაცებული ძალაუფლება. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საკანონმდებლო დონეზე იყოს ჩაწერილი ქართული ოცნების არაღიარების აუცილებლობა. ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით და ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს. ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია. გვაქვს მეგობარი აქტი, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ, ოცნების გუნდის მიმართ, რასაც მე კოშმარულ გუნდს ვუწოდებ. ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ახლა ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით. ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ვრცელდება სასტიკი თვითნებური დაკავების ვიდეოები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების, რომელსაც ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმი ახორციელებს. ეს ტირანული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება. და მომწვევესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც არის ქართველი ხალხის ძალიან გულითადი და გულწრფელი მეგობარი. ის აქციების დროს იმყოფებოდა კიდეც ქართველი ხალხის გვერდით და ახლა თქვენ სწორედ ამ კადრებს ადევნებთ თვალს. ეს არის მისი პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც გერმანიამ ქართული ოცნების 9 მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. შესაბამისად დღეს საინტერესოა, რა იქნება სათქმელი გერმანელ პოლიტიკოს ქართველი ხალხისთვის. მან სოციალურ ქსელში
ბრიუსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ რეჟიმი, რომელიც კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს, ადრე თუ გვიან აუცილებლად წააგებს და ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და ამ განცხადებას ასევე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთის ესტონელი კოლეგა მარკო მიხელსონი, რომელიც ეთანხმება მიხაილ როთს და ამბობს, რომ გარდა ამისა, ქართულმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. მოკლედ, ახალი არჩევნები არის ის, რასაც ევროპა რეალურად ამ კრიზისიდან გამოსავლად აღიქვავს. ევროპარლამენტიდანაც მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ დროულად გადადგას გონივრული ნაბიჯები და ასევე მაგალითად რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირის შესაბამის უწყებებს, რომ დროულად დაასანქცირონ ქართული ოცნება, ვინაიდან ვხედავთ, როგორ უსწორდება ის მშვიდობიან დემონსტრანტებს. ღია დარბევა საქართველოში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მაშინ როცა ქართული კოშმარი ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციური ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მაცოცხლებლების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა დავუშვათ და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს სადამსჯელო. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას. ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია მაყურებლისთვის იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ქართული ოცნების პერსონალური სანქცირება ევროკავშირის დონეზე, ან 27-ვე სახელმწიფოში კონსენსუსი არ არსებობს. ამის შესახებ უკვე ეროვნულ დონეზე იღებენ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანუ დანარჩენი 25 ქვეყანა. პირველი ესეთი აღმოჩნდა 16 დეკემბრის საბჭოს შემდეგ გერმანია, რომელმაც 9 მაღალჩინოსანი დაასანქცირა და არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში სხვა ქვეყნებიც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს.